მოგესალმებით, თქვენ უყურებთ იურიდიული ფირმა Lowline-ის პოდკასტების მეორე ეპიზოდს. პირველ რიგში უნდა გითხრათ და ბოდიში მოგიხადოთ ჩვენს მაყურებლებს, რადგან ვერ მოვახერხეთ უბრალოდ მეორე ეპიზოდის დროულად ჩაწერა რიგი საქმეების გამო, რაც უკვე ჩვენ ფირმაში გვაქვს. შესაბამისად, დღეს დაგიბრუნდებით ახალი ეპიზოდით და ამის შემდეგ აუცილებლად ვცდით, რომ რაც შეიძლება სისტემატური ხასიათი ჰქონდეს ჩვენს პოდკასტებს. ისევ მე და გიორგი შემოგიერთდებით დღეს და განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან თემებს, ეს არის სასესხო ვალდებულებები, მათი ხანდასმულობის ვადები და ბინადრობის საკითხები. რეალურად ეს თემები გავარჩიეთ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა მოქალაქემ მოიწერა ამ პრობლემებთან დაკავშირებით, ბევრს აინტერესებს რა შეუძლია გაუკეთოს წლების წინ აღებულ სესხს და ასევე ბევრი უცხოელი არის ჩვენ ქვეყანაში, რომელსაც სურს დასაქმება, აქ ბინადრობის ნებართვის აღება და აქედან მუშაობა. კონკრეტულად ამ საკითხებში კიდე ძალიან კომპეტენტურია გიორგი, იმიტომ რომ წლებია უკვე ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობს. შესაბამისად აქვს ყველა ინფორმაცია განახლებულ კანონზეც და ამ პოდკასტით შეძლებთ, რომ მაქსიმალურად ყველა პასუხი მიიღოთ თქვენ კითხვებზე. მოგესალმები გიორგი. სამამულო, გამარჯობა. სამართლიანობის უნდა ითქვას, რომ მეორე სერია კი ჩაწერილი ქონდა მეორე ეპიზოდი, მაგრამ ტექნიკური ხარებების გამო არ გამოდგა ის ჩანაწერი. სხვა თემას ეხებოდა, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა რაღაცებზე ვილაპარაკებთ. და რა ვიცი, პრინციპში დავიწყოთ. როგორც ვიცი, პირველი სასაუბრო თემა ეს არის სასესხო ვალდებულებები. კი ბატონო. ხო, ამაზე რისი თქმა გვინდოდა, ახლა მე ერთი და ორი ადამიანისგან არ მესმის ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც საუბარია ძალიან დიდი ხნის წინ აღებულ სესხებზე. რის გამოც დღემდე ეგრეთ წოდებული ვალის ამომღები კომპანიები ადამიანებს ტელეფონით უკავშირდებიან, ცდილობენ რაღაცა შეცდომაში შეიყვანონ, რა ვთქვათ, აი უკვე გადაწყვეტილება გვიჭირავს ხელში, ახლა დაგაღადაღებთ ეს. მოკლედ ამაზე ბევრი რამე უნდა იცოდეთ. რა თქმა უნდა, ახლა როგორც იურისტი პირველ რიგში მას ვიტყვი, რომ ძალიან კარგია იდეალურ სამყაროში, რომ ყველა თავის ვალდებულებას, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ შეასრულებს ჯერუნად და სრულად. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში რაღაცა იყო ისეთი პერიოდი, როდესაც საბანკო რეგულაციები ბევრად უფრო მობიერი იყო, ასე ვთქვათ, და რაღაცნაირად განზრახ თუ შემთხვევით ისე აღმოჩნდა, რომ მოქალაქეების, ასე ვთქვათ, უხეშად ვთქვათ, გაუნათლებლობით ამ საკითხებთან მიმართებით, რომ ხელს რაზე აწერენ, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, აი იმდენად ესე მარტივად გაიცემოდა სესხი. რომ ბევრმა ადამიანმა აიღო ისეთი ვალდებულებები, რომელსაც უბრალოდ ვერ გაუმკლავდა, ბევრმა საცხოვრებელის დაკარგა ამის გამო. ან უბრალოდ ახლა ჩვეულებრივად ყოველდღიურ ცხოვრებაში ახლა შეიძლება რაც სესხი აიღო, გჯეროდეს შენი იდეის რაღაცა ბიზნესს დაიწყებ, წარმატებას მიაღწევ და არ გამოვიდეს, ესეც ძალიან ჩვეულებრივი მომენტია. კი, აი რეალურად მე რაც მქონდა ახლა შემთხვევები, აი ერთი-ორი ადამიანი რომ მოვიდა ჩემთან, უკვე ასაკში შესული ქალბატონები არიან, რომლებსაც რავი, სამსახურიც აქვს ყველაფერი და ბანკის ანგარიშები რაღაცა მიზეზების გამო ვერ იყენებენ იმ ბანკის ანგარიშებს. და რეალურად უნდოდათ რომ გაერკვიათ რა ხდებოდა რაღაცა, აი ზოგს ქონდა 2000 წელს ან 2002 წელს და უფრო მერე აღებული სესხები და რო უთხარი რომ მომიტანე ხელშეკრულება, ვთქვათ, რაზე მოაწერე ხელი და ბანკსა და შენს შორის რა პირობები შედგა და ასე შემდეგ, სიტუაცია იყო ესეთი, რასაც მიხსნიდნენ, რომ მაშინ ჯერ კიდე მეტროებში იყო რაღაც ფილიალები, ეგრეთ თუ შეიძლება დავარქვათ, ახლა საქართველოს ბანკი და სხვა ბანკები იყვნენ, სადაც მეტროდან რო გამოდიოდი, იქ შეგეძლოთ ამდღარიყავი და ძალიან მარტივად აგეღო სესხი და რეალურად იყო, მაგას გულისხმობდი მეც. ხო, ეხლა რო 20 გვერდიან ხელშეკრულებებს გვაძლევენ და მოყვება ხოლმე საბანკო ვალდებულებებს, ეს ყველაფერი გაწერილი და ასე შემდეგ, მომიტანე ერთი ფარატინა ფურცელი, სადაც სახელი, გვარი, წელი ეწერა უბრალოდ და სესხის გაცემის შესახებ ინფორმაცია და რეალურად აი შენაც ახსენე, აი ამომღები კომპანიები რეკავენ და უკავშირდებიან მოქალაქეებს, პირველ რიგში რაც უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ნებისმიერმა სიტყვამ შეიძლება გააცოცხლოს ეგ ვალდებულება, ხო? ხო, სიტყვას არ ვიტყოდი მაინც და მაინც რომ გააცოცხლებს, ნახეთ, ძალიან ცუდ მეთოდებს მიმართავენ ეს ადამიანები, მაგალითისთვის, მოდი, ჩემი ერთ-ერთი ოჯახის წევრი შემთხვევა იყო ესეთი, რომ ბედზე, ასე ვთქვათ, დარჩა ჩემთან ტელეფონი სახში, ნამდვილი ისტორია ვსყვები და რეკავდა უცხო ნომერი, უპასუხე რომ მეთქვა რომ აი ტელეფონი დარჩა, მითხარ, მაგ ამბავში უპასუხე და აღმოჩნდა ფინბიურო და მეუბნება ესეთ რამეს, რომ
მოკლედ თქვენი ოჯახის წევრს უთხარითო, რომ ჩვენო სასამართლო გადაწყვეტილება ხელში გვიჭირავსო თავისი საახსრულებო ფურცელით. და არ გვინდაო მოკლედ ამის გაკეთებაო, რომ ეხლაო ჩვენ დავიწყოთ იძულებითი აღსრულებაო და ჯობსო, რომ ნებაყოფლობით შეასრულოსო და მეთქი რანაირად ეხლა სად არის მეთქი მითხარი სასამართლო გადაწყვეტილება ხა რომელი სასამართლო გადაწყვეტილება რომელ წეს არის გამოცემული ამას რატო აქვს მნიშვნელობა ამასაც ავხსნი და მითხარი მეთქი დეტალები და ამაზე უკვე ვეღარ წამომყვა საუბარში და მეუნება რომ ესო ამას მე შენ ვერ გეტყვიო ის კონფიდენციალური ინფორმაცია არისო და ჩემი ოჯახის წევრის და ბედად მინდობილობაც მქონდა მის სირწმუნებულებას და მეთქი არა უნდა მითხრა მეთქი მინდობილობა მაქვს ეხლავე გამოგიზავნი სანიტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრებს მეთქი მივწერე ამ ადამიანის ეს რეგისტრაციის ნომრები და მოვთხოვე კონკრეტული პასუხი რომ ეხა შენ სახელმწიფო სახელით მელაპარაკები რომ თურმე სასამართლოს რაღაცა გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი ჩემი ოჯახის წევრის წინააღმდეგ სად არის ეს სასამართლო გადაწყვეტილება როგორც აღმოჩნდა ეს იყო ტყუილი არანაირი სასამართლო გადაწყვეტილება არ არსებობდა და ხშირ შემთხვევაში როდესაც ეს ადამიანები რეკავენ ეს ვალის ამოღების კომპანია იტყუებიან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რასაც ისინი იყენებენ ეგ ერთგვარ ხრიგს გეუნებიან რომ აიცი რა მე ხლა შენს პრობლემას ამ ვალთან დაკავშირებით უნდა გადავგზავნო ესკალაციებში რომ იქნება და შეგიმციროთ ჯარიმები ეს და გაგიყოთ რა ვიცი 50 თვეზე ეს ვალდებულება ოღონდ შენ გამჭირდება რომ ამ ესკალაციების მომსახურების საფასური 10 ლარი შემოიტანო და ესე ადამიანებს ამ 10 ლარს არიცხინებენ რაც უკვე ითვლება რომ ამ ადამიანმა ამ მოქმედებით ვალი აღიარა და ახლიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა და მოდი ახლა ცოტა გამოტოვეთ ამაში ხანდაზმულობის ვადა როგორ და რანაირად ითვლება და ამასაც ახსნით. ესე იგი, როდესაც ჩვეულებრივ ვალდებულება, სახელშეკრულებო ვალდებულებას ეხება საკითხი, რომ აი მაგალითად მე გიორგი მგავაფო მე რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციასთან ცეცხლის ხელშეკრულება, უბრალოდ საკრედიტო ხელშეკრულება, როდესაც უნდა გადამეხადა, თქვათ უნდა გადავეხადო 1 წლის მერე, ამ 1 წლიდან 3 წლის თავზე გადის ხანდაზმულობის ვადა. ანუ ამ შემთხვევაში კრედიტორი ვინც არის ფინანსური ორგანიზაცია ამ 1 წლის თავზე როცა ხედავს რომ მე შეუსრულებელი ვალდებულება მაქვს, მან უკვე იცის რომ ჩემს მიმართ აქვს მოთხოვნის უფლება, რომელიც უნდა განახორციელოს იმ მეთოდით 3 წლის ვადაში. იმ მეთოდით, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში. ხელშეკრულება შეიძლება იყოს ორი მეთოდი გათვალისწინებული, ერთი არის, უფრო შორსა შეგვიძლია წავიდეთ მეტი მეთოდი შეიძლება იყოს, მაგრამ ძირითადად ორი მეთოდი, ერთია რომ სასამართლოში უნდა წავიდეს და მეორეა კერძო არბიტრაჟში რომ წავიდეს. ახლა არბიტრაჟი რო ახსნათ მარტივად და ორი სიტყვით არბიტრაჟი ჩათვალეთ არის კერძო სასამართლო ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, სადაც ხელმხარეები თუ ხელშეკრულები შეთანხმდებიან რომ ჩვენ სასამართლოში კი არ წავალთ არბიტრაჟში, ესე იგი ამ ხელშეკრულებიდან მომდინარე ნებისმიერ დავას განიხილავს არბიტრაჟი. სასამართლოს ალტერნატიული გზაა უფრო მორიგების სამსახური რო დავარქვათ. არა, მორიგები ეგ უფრო მედიაციაზე ვიტყოდი მაგას, რომ უფრო მორიგებისკენ ორიენტირებულია არბიტრაჟზე ვერ ვიტყოდი. რა თქმა უნდა, არბიტრაჟის გთავაზობს მორიგებას, მოლაპარაკებას და ასე შემდგომ, მაგრამ არბიტრაჟის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ უფრო სწრაფია ვიდრე სასამართლო. იმიტომ რომ სასამართლოში როგორც ვიცით, ძალიან ბევრი საქმეა და პირველ ინსტანციას თუ მოიგებ, თქვათ, მე შეიძლება გასაჩვიდეს მეორე ინსტანციაში, მეორე ინსტანციაც რომ მოიგო, გასაჩვიდება მესამეში და სანამ ეს მთელი პროცესი არ დამთავრდება, შენ შეს მოთხოვნას ვერ აღასრულებ, ანუ ვერ მისცემ უკვე პრაქტიკაში ანუ ვერ მიიღებ იმას, რასაც ითხოვს, სანამ ბოლომდე ყველა სტადიას არ გაივლის. აქაც ბევრი გამონაკლისია, ხა პოდკასტის მომავალ ეპიზოდებში შეიძლება რაღაცები უფრო დეტალურად ჩავშალოთ, ან როგორც თქვით, ვიღაცები თუ მოგვწერთ თქვენს კერძო შემთხვევებს იმის და მიხედვით ვილაპარაკოთ. მაგრამ ხო, რასაც ვილაპარაკობთ, თითქმის ყველაფერი აი 100%-ად იშლება, მაგრამ ძირითადი მომენტი ესეთია. და თქვათ, რომ დავბრუნდეთ ახლა ხანდაზმულობაზე, ეს 3 წელი თუ ამოიწურა და ხშირ შემთხვევაში ეს ვალის ამოღებ კომპანიებს თითქმის ყველას ესეთი ვალები აწერიათ, როგორი შეთანხმება აქვთ, ახლა რო აგიხსნათ. ბანკებისგან ამ გადაუხდელ ვალებს ყიდულობენ იმ პირობით, რომ თუ რაღაცა თანხას აქედან ამოვიღებ, ეს არის რა უმეტესი ნაწილი რჩება ვალის ამომღებ კომპანიას
ნაწილი მიდის ბანკთან. ნუ ბევრნაირად თანხმდებიან, შეიძლება თავიდანვე ფულს უხდიან ბანკს, ეს იშვიათია, რომ ეს ვალები იყიდონ და მერე ბანკს აღარაფერს უხდიან თუ ამოიღეს. მაგრამ ძირითადად ისეა, რომ მე ამოვიღებ, შემომეციეს ანუ რაღაც და პროცესს რაღაცას მოგცემ რა. ხო და ამ ვალის ამ კომპანიამ ძირითადად ყველას ესეთი ვალები აქვთ, ნაყიდი, ასე ვთქვათ, მიღებული ბანკისგან, სადაც ხანდაზმულია ეს მოთხოვნები, ანუ 3 წელზე მეტი არის გასული, ბოლო იმ მომენტიდან, როდესაც მოვალეს უნდა გადაეხადა თანხა. ეხლა აქ როდესაც ჩაშლილი არის, რომ თვეების მიხედვით უნდა გადაიხადო, აქაც ესე პირველ თვეს როგორც კი დაარღვევ, იქ ჩდება ეს მოთხოვნის უფლება უკვე თქვათ 12 თვე უნდა ვიხადო ყოველ თვე, პირველი თვე დავარღვია, აქედანაც უკვე წარმოიშვება მოთხოვნის უფლება. რეალურად აი ჩანაწერიც ესეთია უშუალოდ, რომ აი მოვალე ვინც არის, იმასაც უნდა კონდეს გააზრებული ის, რომ რაღაც ვალდებულება არ დაფარა ყოველ შემთხვევაში, რაღაც პასუხისმგებლობა გამოიწვევდა და იქედან იწყებოდა ათვლა. აი მაგალითად პრაქტიკაში როგორც ხდება, ახლა ბანკებთან ყველას გქონდა ურთიერთობა, ხო, ეს სასესხო ხელშეკრულება თუ სხვა იქნება რა და აი სასესხო ვალდებულების დროს, როცა გადასახდელი გვაქვს თან და ანუ 3-4 დღეს გადააცილებ, ყოფილა ეგეც პრაქტიკაში, რომ გირეკავენ აუცილებლად და გეუბნებიან, რომ დასაფარი გქონდათ თანხა და არ შემოგიტანიათ. ეგ არის უკვე სიცხადე იმის, რომ ორივე მხარე მიცის, რომ რაღაცა ვალდებულება დაირღვა და იქედან შეიძლება პრაქტიკაში მერე დაიწყოს იმ ვადის ათვლა და როგორც თქვი 3 წლის განმავლობაში დენა მოხდეს მაგ იმის, მაგრამ არსებობს კიდე როგორც ვიცით ვადის შეჩერების მომენტებიც, ხო? კი, ვადის შეჩერების მომენტია, როდესაც მაგალითად სასამართლოში შეიტანს კრედიტორი სარჩელს, ამ დროს ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, ანუ ეხა ის რო თქვათ 2 წელია მაგალითად ბანკის ვალი არ გადამიხდია და 2 წლისა და 1 თვის თავზე ბანკმა მიჩილა, მე არ უნდა მქონდეს სულელური იმედი, რომ ეხა სასამართლოში 9 თვე უეჭველი და 11 თვე უეჭველი გაგრძელდება ეს დავა და ამიტომ ხანდაზმულობა გავა. ეგრე არ არის. თუ 3 წლის ფარგლებში ეს მოთხოვნა წარდგენილი იქნა სასამართლოში არბიტრაჟში, რაც არის დავის გამხდარული ორგანო ხელშეკრულების მიხედვით, იქ ვადის დენა, ასე ვთქვათ, ჩერდება, ასე რომ ამაზე იმედების დამყარება, ასე ვთქვათ, არ ღირს. კიდევ ხანდაზმულობაზე მნიშვნელოვანი მომენტი რა არის, რომ როდესაც უძრავი ქონება ფიგურირებს უკვე თუნდაც საკრედიტო ურთიერთობაში, ანუ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხია, აქ უკვე 6 წელი არის ხანდაზმულობის ვადა და არა 3, ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის, აუცილებლად რომ უნდა ვახსენოთ. და ნუ ახლა ხანდაზმულობაზე საუბრობ და ცოტა სესხსაც რო ცოტა გავცდეთ, არის კიდევ ერთი ზოგადად ითვლება, რომ აი 10 წელი არის ხანდაზმულობის ვადა. ეს 3 და 6 რო ვთქვით, ეს ეხება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ნუ კიდე არის დელიქტიდანაც 3 წელი და ნუ 10 წელი არის კიდე მაგალითად უსაფუძვლო გამდიდრებაზე არის ეგრე. მაგრამ ნუ ხო ეგ რელევანტური არ არის დღევანდელი იმისთვის. რეალურად ეგრე რომ მიყვეთ არის ესეთი რაღაცა, რასაც ხანდაზმულობა საერთოდ არ აქვს და არის რაც ხანდაზმულობა საერთოდ არ აქვს, არის მაგალითად შედავება რო 1 წელში მაგალითად ნარდობაში რო ვთქვათ რაღაცა აი მომსახურება ვიღაცას დაუკვეთენ ნაკეთობა რა გამიკეთოს რაღაც ან სამუშაო შემსრულოს, იქაც რაც 1 წელი მაქვს რო თქვა რომ აი ეს არ ვარგო და რაც გამიკეთე ან რაღაცა რა. და რო დაუბრუნდეთ ახლა სესხს. რა უნდა გააკეთოთ ესე და რის საშუალებას გაძლევთ კანონი. ნუ პირველ რიგში თუ თქვენ ამ იგივე ვალის ამუღებელ კომპანიამ სასამართლოში გიჩივლად და ეს ვალი ხანდაზმული არის, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ჩართულობის გარეშე პროცესში თვითონ მოსამართლე უარით არ გაისტუმრებს ამ ვალის ამუღებელ კომპანიას, ამ ბანკს ან ვინც იქნება თქვენი კრედიტორი, თვითონ მოსამართლე თავისით არ ეტყვის, რომ იცი რა, ეხა შენ რასაც ითხოვ ხანდაზმულია და ამიტომ არ დაგიმაყოფილებ. ეს არღვევს შეჯიბრებითობის პრინციპს, რომ აი სასამართლოში როცა კერძო დავა არის, მეც და მეორე მხარეს ვართ თანასწორები და ახლა მოსამართლე რომ ჩაერიოს და ჩემს ნაცვლად უთხრას, თქვათ მე რომ მოვალე ვარ და შენ რო კრედიტორი ხარ და ახლა მოსამართლე ჩემს ნაცვლად რო გითხრას რომ შენ ხანდაზმულია. რეალურად ჩაითვლება რომ სასამართლო ვიღაცის პოზიცია დაიკავა. იყო სასამართლო, იმიტომ რომ სასამართლოს ვალდებულება აკერძო დავაში რომ ორივე მხარეს მოусმინოს და ორივე მხარეს დააცადოს რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ და აი ამ შეჯიბრებითობიდან გამომდინარე მოსამართლე რომლისკენაც უფრო გადაიხრება იმის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანოს. ამიტომ თუ სარჩელი მოგივიდა თან რაღაც ჯერ ესეთი მე არ დავემალებოდი რა არც ერთ წერილს ახლა მესმის ძალიან ბევრს ავტომატურად ეგეთი
შეგრძნება აქვს, რომ თუ აი ამ PIN ბიუროდან გამოგზავნილ წერილებს, იმაებს, ამაებს ეს თქვა გაექცევა, არ ჩაიბარებს, ეს უკეთესია და რაღაცას იგებს ამით, მაგრამ ნახეთ რა შეიძლება მოხდეს. შეიძლება PIN ბიურომ თქვა სიტყვაზე, რო ავიღოთ ერთ-ერთი ესეთი კომპანია, შეიტანოს თქვენ წინააღმდეგ სარჩელი და მოითხოვოს, რომ თქვენ დაგეკისროთ ეს თანხა, რომელიც რამე ხანდაზმული არის. გიგზა ეხა სასამართლო მესარჩელი მიიღო წარმოებაში და მერე წარმოებაში რო მიიღებს მოსარჩელეს, ანუ ამ შემთხვევაში კრედიტორს აძლევს ორთვიან ვადას, რომ მიდი და ეხა ჩააბარე, მოპასუხეს, ანუ მოვალეს. ესე იგი, კრედიტორს შეუძლია ორჯერ ცადოს თქვენთვის ამ სარჩელის ჩაბარება, ორი მცდელობის მერე თუ ვერ ჩაგაბარებთ, მიმართავს სასამართლოს და სასამართლო ავალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მან ცადოს თქვენთვის ამ გზავნილის ჩაბარება, იქაც ეხა იმდენი ესეთი წერილი შედის პოლიციას, რომ რო გითხრათ, რომ ეხა მაინც და მაინც კარდაკარ დადიან და გეძებენ და რაღაცა, ანუ ერთი მცდელობით შეიძლება ერთხელ დაგირეკონ, დაგიბარონ, მოდი წაიღე, არ მიხვალ და პირდაპირ შეუსრულებლად გადაუგზავნიან სასამართლოს, რომ აი არ ჩანს ეს ადამიანი. მაგრამ რეალურად მე ვფიქრობ, რომ აი ეგ არის მთავარი პრობლემა, რომ ეხა PIN ბიუროს ვახსენებ ძალიან ხშირად და მე მგონი მე გადაგვეკიდებიან. გადაგვეკიდონ. ხო, არ არის პრობლემა ეგ, მაგრამ ხო, აი ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ხალხს ეშინია ამ PIN ბიუროსთან კომუნიკაციაც, იმიტომ რომ აი მე რაც მქონია შემთხვევები, რომ აი ატყუებენ და ხო, მაგრამ აი ნახე ხო შეიძლება რომ ესე ჭორის დონეზე თუ რაღაც როგორც ვიცით ქართველებმა მოკლედ ეს ინფორმაცია რო გადადის ერთმანეთში, ისიც გადავიდეს რეალურად რაც ხდება, ხო? აი სულ შიშის ზარის წემთ ხოლმე ეგრევე რომ აი PIN ბიურომ დამირეკა და მიჩივიან და რა ხდება და დამაყადაღებენ და ესე და ისე და ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ შენ რაც ახსენე რომ არ გავექცეთ ამ იმას რეალურად იმას თუ ჩაიბარებთ და თქვენ აი ის რიგი მოქმედებები არაფერი არ გაქვთ რეალურად გაკეთებული რომ სესხი არ გაქვთ თავიდან აღიარებული, გადახდა არ გაქვთ თავიდან დაწყებული და ასე შემდეგ სასამართლო დავაც რო დაიწყოს კანონშია პირდაპირ ჩანაწერი ეგ რომ 3 წლის ვადა თუ არის გასული უშუალოდ ის სესხი ხანდაზმულია და ჩამოგეწერებათ და აღარ გექნებათ სასესხო ვალდებულება მაგას კიდე პროცესები და თავისი ისინი აქვს ხო როგორც ვიცი სანამ ვალდებულების სიიდან ამახვალ მაგრამ კი ნახე რო შევაჯამოთ რა ავიღოთ შემთხვევა რომ მე მაქვს ბანკის საკრედიტო დავალიანება გავიდა 3 წელი ისე რომ არ გადავიხადე ბანკმა ამ 3 წლის განმავლობაში არ მიჩივლა სასამართლოში არ წავიდა გადააბარა ეს ვალი სამღებ კომპანიას და ეხლა მე ვალი სამღებ კომპანია ყოველ დღე მირეკავს ნუ ყოველ კვირაში ერთხელ მაინც მირეკავს რაღაცებს მეუნება რომ თურმე ჩემ წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოტანილი ან მეუნება რომ გადაიხადე მოდი 10 ლარი და ამას მე გადაგზავნი სპეციალური დეპარტამენტში სადაც შენ გიშველიან და ამას გაგინახევრებენ ან მეათედი ახდება რაღაცას მეუნებიან რა მოკლედ 3 წელი ხო უკვე გასულია და მე რო ავდგე და 10 ლარი თუნდაც 1 ლარი რო ჩავრიცხო უკვე იქ სადაც ისინი მეუნებიან რომ ჩარიცხე გამოვიდა რომ იმის და მიუხედავად რომ ხანდაზმულია მე ჩემი მოქმედებით გამოვხატე ჩემი ნება რომ ვალი ვაღიარო თუნდაც ხანდაზმულია ვაღიარო და ახლიდან დავიწყე ჩემი მოქმედებით მისი გადახდა უკვე ხანდაზმული ვალის ეს უკვე აცოცხლებს აბსოლუტურად ეს უკვე შედის ეს ჩათვლით არის ახალი ხელშეკრულება ვალის აღიარება არის ახალი ხელშეკრულება ესე ითვლება და ამას უკვე ექნება თავისი ახალი 3 წელი და აქ უკვე ჩემი საქმე აღარ არის ისე რომ თანხას აღარავინ აღარ გაძლევს ეს არ ვიღებ რეალურად მაგრამ ის რაც ხანდაზმული უნდა ყოფილიყო ჩემი მოქმედებით გახდა რელევანტური ისევ და აქ უკვე აღარ მიშველის მე ის რომ თქვა ხანდაზმულია და ვერაფერსაც ვერ გახდება ვალი სამღები კომპანია აი გიორგი სხვა თემებზეც უნდა ვილაპარაკოთ ხო და აი ბოლოსკენ რო წავიყვანო რა ეხლა ისი გაკეთება შეგიძლიათ ასეთ შემთხვევაში ერთია რომ ის თუ გიჩივით არ გაიქცეთ ამას ჩაიბარეთ ეს სარჩელი და შესაგებელში ანუ პასუხი რაც სარჩელზე აქ აღნიშნეთ რომ ეს ვალი არის ხანდაზმული ეს პრაქტიკულად საკმარისი იქნება ხა თუ იურისტი ყავთ და ადვოკატი ყავთ მოსამართლე უფრო დიდი სტანდარტით მოთხოვს თქვენს ადვოკატს რომ რაღაცეები დაასაბუთოს მაგრამ თუ მარტო იქნებით ასე ვთქვათ იურიდიული პირის წინააღმდეგ იქ უფრო ხელს შეგიწყობენ ასე ვთქვათ იმიტომ რომ ხა ის იურიდიული პირია იურისტები ყავს ის და თქვენ ხა არ ხართ იურისტი და იქ რო რაღაცა შესაგებელში დაწეროთ რომ ვთქვათ ეს ხანდაზმულია არ ვეთანხმები და ამიტომ არ უნდა დამეკისროს ეს წესი და რიგი საკმარისი უნდა აღმოჩნდეს იმისთვის რომ ეს ვალი მართლაც არ დაგეკისროთ და
სასამართლო არ დაუკმაყოფილოს იმ კომპანიას თქვენ წინააღმდეგ სარჩელი. მეორე არის ესეთი, რომ თქვა დავიღალე ამდენი ზარებით, ამდენი შეწუხებით, ამიტომ მე თვითონ დგები და მივდივარ მე თვითონ სასამართლოში და ვეუბნები, რომ ეს ვალდებულება ცანი ხანდაზმულად. აქ თავარი წინაღობა რაც არის ბაჟი, იმიტომ რომ თქვა თუ მე დავალიანება მაქვს 100,000 ლარი, ამის 3% უნდა გადავიხადო როგორც ბაჟი, მაგრამ აქაც არის მეთოდები, რომელთაც გამოცდილი იურისტი ისე დაგეხმარებათ, რომ თუ თქვენ მართლა არ გაქვთ ხა შემოსავალი და შესაძლებლობა, რომ ამ ბაჟისგან გათავისუფლდეთ ან გადაგივადდეთ, ასე რომ ეს წინაღობაც დაძლევადია, მაგის თქმა მინდა. მაგრამ მაგ დროს წინაღობა შემოდის იურისტის ანაზღაურება. ხო, იურისტის ანაზღაურებაც, მაგრამ ნახეთ, ეს ისეთი საქმეა, რომ რა ვიცი, არ ჭირდება მაინც და მაინც 50 წლის დიდი გამოცდილების მქონე ადვოკატი, რომელიც რაღაცა ექსკლუზიურ საქმეებს იღებს, ეს ისეთი საქმეა, რომელსაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა იურისტის გაუმკლავდება, ვისაც პირიქით უნდა რომ რაღაცა გამოცდილება დააგროვოს სასამართლოში. ასე რომ ხო, ვარიანტები ბევრი შეიძლება იყოს აქ რაც და როგორ გააკეთებთ. და ხო, შეიტან სასამართლოში ეს დავა რომ დასრულდება და ხანდაზმულად რომ იქნება ცნობილი ეს თქვენი ვალი, მე ეს უნდა შეწყვიტონ მან თქვენთან კომუნიკაცია და მოთხოვნა რომ ეს გადაიხადოთ, იმიტომ რომ ეს ვალი უკვე გაბათილდა, ასე ვთქვათ, ხანდაზმული არის და პარალელურად შეგიძლიათ წაიღოთ კრედიტ ინფოში, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აგროვებს ინფორმაციას ადამიანის გადახდის უნარიანობის შესახებ, აი კრედიტ ინფო, აი თუ შეგიმშნევიათ, აი ბანკში როცა ეს აღებას ცდილობთ, იქ თანხმობას განცხადინებენ, რომ თქვენ ჩემი მონაცემები გადაამოწმე, მოდი კრედიტ ინფოში. აი ეს ორგანიზაცია, სადაც თქვენი ყველა საკრედიტო ურთიერთობა ასახულია ინფორმაციის სახით და იქ არის გამოყვანილი ქულა თქვენ რამდენად გადახდის უნარიანი ხართ და ამის მიხედვით შეგიძლიათ აიღოთ თუ არ აიღოთ ახალი ვალი. ხო და იქ ჩანს მათ შორის ეს ძველი ვალების, რომელიც არ გაქვთ დაფარული. და როცა სასამართლო ხანდაზმულად ცნობს, მიიტანთ ამ გადაწყვეტილებას მათ შორის იქაც და იქ უკვე მოინიშნება კრედიტ ინფოში, რომ ეს არის ხანდაზმული ვალი, აღარ არის რელევანტური და 5 წლის მერე როცა ეს ესე მოინიშნება, საერთოდ გაქრება. ანუ იმ ინფორმაციას საერთოდ შავსიას, მოკლედ აი სესხის გამო რომ შავსიაში ვარდები 5 წელიწადში. ხო. მე ცნობიდან აღარ იქნები მაგ შავსიაში და ვეღარ მოიძიებს მაგაზე ინფორმაციას ქონდა თუ არა სესხიო. კი ბატონო, და ამ 5 წლის განმავლობაში თავარი ბენეფიტი ის არის, რომ აღარ გირეკავენ, აღარ გაწუხებენ და რაღაცა ერთგვარ ტერორში არ ხარ და არ გატყუებენ, რომ ვითო შენ წინააღმდეგ რაღაცა კატასტროფა ხდება. ნუ ეს არის მოკლედ ძალიან ამის იქით როგორც თქვი თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ რომ თქვენი კონკრეტული შემთხვევები მოგწეროთ და მაგის მიხედვით უფრო შეიძლება უფრო დეტალური გამოვიდეს ჩვენი საუბარიც. ეს მაქსიმალურად ბევრის მაქსიმალურად მოკლედ თქვა ვცდილობთ ახლა ამ შემთხვევაში. ხო და რეალურად მაქსიმალურად ვცდილობ იმას რომ ამ პოდკასტებს რეალურად რატოს დავიწყეთ, ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის რომ როგორც გვიწერია და როგორც თქვით უკვე ცნობიერება გაგვიზარდა ადამიანებში უფრო კანონების კონკრეტული შემთხვევების, რასაც აწყდებიან ხოლმე თუნდაც ეს სასესხო ვალდებულება რაც არის და ეს თემებიც გამოვიტანეთ დღეს, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი მესიჯი ჩვენ შემოვიდა ჩვენთან ამასთან დაკავშირებით და როგორც ის გავცემთ ჩვეულებრივად სატელეფონო კონსულტაციებს და ძალიან ბევრი ადამიანს აქვს დღეს საქართველოში ამ ხანდაზმულ სესხებთან დაკავშირებით პრობლემა და ფილმ ბიუროსაც მოკლედ ბევრი სამუშაო აქვს. კიდე არის სხვა კომპანიები, მაინც და მაინც ფილმ ბიუროს რო არის. ხო, მსგავს კომპანიებს, რა ვიცი. ტრიბო თუ რაღაც ეგეთიც არის კიდე რა, ანუ მოკლედ. ნუ რეალურად ყველაზე მძლავრი და ბევრი ბიურო არის კი. ხო და რეალურად დავიღეთ ერთ თემად, ამიტომ სასესხო ვალდებულებები რეალურად ეხა შენ პრაქტიკაში გექნებოდა რომ აი ჩვენი ახლობლებიც და მოხუცი ხალხიც და რა ვისთან შეხება გქონია, ყველა რო გაიგებს რომ იურიდიულთან რაღაც კავშირი გვაქვს და ადვოკატები ვართ რაღაცა პირველი კითხვა თითქმის ეგ არის ხოლმე ყველასი რომ აი სესხი მაგ წლების წინ აღებული და ხო ვერ მირჩევ რამეს რა და ამიტომ ძალიან მარტივია რეალურად ამ კუთხით პროცესები. მეორე თემა რაც ავარჩიეთ, ეს არის ბინადრობის უფლება, როგორც ვიცით შეიცვალა რამდენიმე თვის წინ იყო, ხო მე მგონი ახალი 2026 წლის 1 მარტიდან შევიდა ძალიან ბევრი ცვლილება შრომით მიგრაციასა და ბინადრობის ნებართვის აღების წესებში, ასე ვთქვათ. ნუ ძირითადად შრომით ნაწილში შევიდა ცვლილებები. ძირითადად კი შრომით ნაწილში შევიდა ცვლილებები. და ეხლა უბრალოდ რო ვთქვათ, ეხა არის 2026 წლის 22 აპრილი
დღეისათვის ამ 1 მარტს შესულ ცვლილებებში კიდე ცვლილებები შევიდა, იმიტომ რომ კანონმდებელი მიხვდა რომ რაღაცეებში მე მგონი ზედმეტი მოვიდა 1 მარტს შესული ცვლილებებით და ამიტომ ეხა არ გამორიცხავ რომ ხვალ კიდე შეიცვალოს რაღაცეები. იმაშიც არ ვარ დარწმუნებული რომ ამ ბოლო ცვლილებების შესაბამისად თავრობის დადგენილება გამოიცა თუ არა, რომელთაც რაღაცეები კიდე უნდა დარეგულირებულიყო. ეგ აღარ მინახავს, მაგრამ დრო შეიძლება შემდეგი პოდკასტის ჩაწერაზეც გქონდეს რაღაცა განახლებული ვერსია კიდე რა შეიძლება იყოს. ამას იმიტომ რომ ხვალ შეიძლება კიდე რაღაცეები მოხდეს. მოკლედ ეხა ვისაუბროთ იმ პერსპექტივიდან, რაც კიდე შეიცვალა 22 აპრილის მდგომარეობით, თუ არ ვცდები ერთი კვირის წინ შევიდა ცვლილებები დაჩქარებული. ჯერ ვთქვათ, რაზე ვსაუბრობთ. ხო. და მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ბინადრობის უფლებაზე და სამუშაო ვიზაზე. საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს პრობლემა, რეალურად ვიცით, რომ იმიგრანტების რაოდენობა რეალურად საქართველოში დღითი დღე უფრო იზრდება ხო და ახალგაზრდებით რავი სხვა ქვეყნის მოქალაქეების, თუნდაც ყველაზე მარტივი მაგალითი რო ავიღოთ, საკურიერო მომსახურებაში ძალიან ბევრი უცხოელი ქვეყნის მოქალაქე ყავს უკვე ხო? აი რო ვიძახით რომ ინდოელები დადიან ძირითადად და ვოლტზე და გლობოზე მუშაობენ და ბევრს ამასთან დაკავშირებით პრობლემა რეალურად მათაც უკვე ჭირდებათ ამ რიგი ეტაპების გავლა, რომ რეალურად შეეძლოთ აქ დარჩენა და მით უმეტეს მუშაობა. მოდი ესე ვთქვათ, რომ საკურიერო საქმიანობაში საერთოდ აიგრძალა უცხოელების დასაქმება. რა ვიცი, მე რასაც ვამჩნევ ашკარად პრაქტიკაში ეს ასე არ არის, მაგრამ ხო კანონი ესეთი რაღაცა თქვა, რომ მთავრობას ექნება უფლებაო, რომ კონკრეტულ სფეროებში დაადგინოს კვოტები თუ რამდენი უცხოელი შეიძლება დაადგინდეს და პირდაპირ დაწერეს, რომ საკურიერო მომსახურებაში და ტაქსის მომსახურებაში კვოტა არის 0. ასე რომ არ შეიძლება იქ საერთოდ უცხოელი იყოს დასაქმებული. ეს უკვე რეალურად ძალიან მალე ქართულ ენაზე მიიღებთ ხოლმე ზუსტ ვისავართ ალბათ. ხო, შეკვეთას. არ ვიცი, წესით უკვე აღარ უნდა ყოფილიყო. არა, მე მქონდა 2 დღის წინათ შემთხვევა. მაგრამ არა, ნახე რა მოხდა ალბათ კანონში წერია რომ 1 მაისიდან შედის ძალაში ინდმეწარმეებისთვის ის მოთხოვნები. დიდი ალბათობით ეს ყველა უცხოელი კურიერი ინდმეწარმე ყავდათ გაფორმებული. იმიტომ რომ როიცოდეთ რა, როცა ბოლტი ან Yandex-ი ან Wolt-ი ან Glovo ასაქმებს ადამიანს, როგორც კურიერს ან ძღოლს. შრომით ხელშეკრულება ეს არ არის, ეს არის მომსახურების ხელშეკრულება, რომ ის ცალკე ადამიანია, რომელიც უბრალოდ პარტნიორობს ამ ორგანიზაციასთან, რომ თქვათ იყენებს მის აპლიკაციას, რომ ეს მოსახლეობა ხართ რეალურად რეკლამებში ცული ეგრეა, რომ არეკლამებენ, რომ აი Wolt-ის კურიერი გახდი და ასე შემდეგ, Wolt-ის პარტნიორი გახდი და არა თანამშრომელი, ხო? კი. ეგეთი რეკლამა. შეიძლება მაგიტომაც არიან ჯერ კიდევ უცხოელები დასაქმებული, რომ რეალურად თუ ინდმეწარმეები არიან, 1 მაისამდე აქვთ ვადა, რომ მაინც განაგრძონ საქმიანობა და მერე უკვე აღარ შეეძლებათ და ეხა რო ვთქვა რა ცვლილებები შევიდა მოკლედ. რეალურად კანონი მანამდეც იყო ისეთი, რომელიც ამბობდა, რომ თუ ქართული კომპანია უცხოელს ასაქმებს, მან ის უნდა დაარეგისტრიროს სპეციალურ პორტალზე, მაგრამ ეს არ იყო არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ დაგერეგისტრირებინა და რეალურად ადრეც ეგრე იყო, მაგრამ დაგერეგისტრირებინა, არაფერი არ იყო. მოონთ ეს სარეგისტრაციო პროცედურა იყო მარტივი, რომ უბრალოდ აი მონაცემები შეიყვანდი, როდის გაუფორმე ხელშეკრულება, სანამდე გაუფორმე და ამით მთავრდებოდა რეალურად. მან დაუცლებელია თქვათ ის კომპანიებისთვის, რომ რეალურად ორივეს პასუხისმგებლობა დგება. მაგ შემთხვევაში თუ უცხოელი არ არის გაფორმებული, როგორც უცხოელი შენთან მომუშავე. როგორც დამსაქმებელი შეეხება რაღაც სანქციები და ჯარიმები და ასე შემდეგ, ისე დასაქმებულსაც თვითონ რა თქმა უნდა. და 1 მარტს შევიდა ისეთი ცვლილებები, რომელიც უკვე გაცდა უბრალო რეგისტრაციას და ამას დაარქვა ჩვეულებრივ ნებართვის აღება ჯანდაცვის და შრომის და კიდევ ბევრი რაცის სამინისტროსგან. მას უმავიწყდება სრული სახელი ჯანმრთელობის დაცვის. მე მგონი არ არის საჭირო დაუცლებელი. უნდა აიღოს სპეციალური ნებართვა, რომელიც არის ადმინისტრაციული წარმოება, ჩვეულებრივ იხდით თანხას, ან 200 ლარს, ან 400 ლარს, 200 ლარი თუ გინდა 30 დღეში და 400 თუ 10 დღეში და უნდა აიღო ნებართვა პირველ რიგში, იქამდე სანამ მომსახურების გაწევას ეს ადამიანი დაიწყებს და მერე ამ ნებართვის საფუძველზე მან უნდა აიღოს ან შრომითი ვიზა D5 კატეგორიის ან B ბინადრობის ნებართვა, შრომითი ბინადრობის ნებართვა. თუ უკვე არ აქვს სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვა.
ხო და ეს პირველ მარტს როცა ეს ცვლილებები შეიტანეს კიდევ ბევრი რამე შეცვალეს რომ თქვა მარტო შრომიც კი არ ეხება ეს ეხება იმ მეწარმესაც უცხოელ იმ მეწარმესაც და მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანებს და ნებისმიერ იმ ადამიანს რომელიც ეკონომიკური საქმეების ახორციელებს საქართველოში მოგების მიღების მიზნით ანუ ეს კანონი პრაქტიკულად გავრცელდა აბსოლუტურად ყველა უცხოელზე მათ შორის ისეთზე ვინც ჩამოდის საქართველოში და აფუძნებს კომპანიას და ხდება ამ კომპანიის დირექტორი რეალურად თუ დირექტორი ხარ გამოდის რომ აქაც გჭირდება ეს ნებართვა ხო და იმ ადამიანებსაც ეხება კიდე ვინც ჩამოდის და აქედან თქვა სხვა ქვეყნისთვისაც მუშაობს. აი ხო, მან მიდივარ ახლა ხო და ეს იმდენად მასშტაბური ცვლილება იყო და იმდენად არაპრაქტიკული რომ თქვა ახლა ინვესტიციებსაც პირდაპირ ურტყავდა რა მოდი პირდაპირ თქვათ რომ ესე იგი ადამიანი ჩამოდის კომპანიას აფუძნებს და ეგრევე ეუნები რომ აიღეს შრომითი ნებართვა, კაი ჯანდაბას აიღებს შრომით ნებართვას, მაგრამ მეუნები მერე რომ შრომითი ბინადრობის ნებართვაც აიღე, რომელსაც ჰქონდა მოთხოვნა, რომ შენს კომპანიას უნდა ქონდეს 25,000 ლარიანი ბრუნვა, რომელიც ახლა თუ გუშინ დავაფუძნე კომპანია, საიდან ექნება, ხო? ესე პირდაპირ 25,000 ლარი რომ დავდო ანგარიშზე, ეს არ არის ბრუნვა, რომელთაც DGG-ს იმაში რომ გამოჩნდება რა ცნობაში, რომ აი DGG დასაბეგრი ან ჩასვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა საერთოდ რა. ამიტომ ეს პრობლემა იყო სერიოზული და ეხლა შევიდა ზუსტად კიდევ დამატებითი ცვლილებები, რომელთაც უფრო მეტი გონივრული ცვლილება შევიდა, მოკლედ ასე ვთქვათ, კანონში რა. და ესეთ რამეს ამობს ეხლა ახალი ცვლილებები, რომ თუ შენ ხარ უცხოელი, რომელიც საქართველოში საქართველოდან უბრალოდ უწევ მომსახურებას უცხოურ კომპანიას, არარეზიდენტ კომპანიას, რომელიც თავის მხრივ არაფერს ისე არ აკეთებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე არის, ასე ვთქვათ, პირდაპირ დაკავშირებული, მაშინ შენ არ გჭირდება არანაირი შრომითი ნებართვა და ბინადრობის ნებართვა. ეს უკვე ძალიან კარგი ცვლილება იყო, ანუ ეს ეგრეთ წოდებული ექსპატები, ვინც არიან, მათ პრაქტიკულად ათავისუფლებს ამ ტვირთისგან, რომ თქვათ მე თუ არ ვიცი, ფრანგი ტიპი, რომ ესეთებსაც ვიცნობ, ეხლა ბევრს გონია რომ მარტო სლავური წარმოშობის ადამიანები ჩამოდიან აქ საქართველოში მაგმიზნით, მაგრამ ძალიან ბევრი ევროპელი ვინცი და კანადელი და ამერიკელი ვინც საქართველოში ამიზნით ჩამოდის ზუსტად და თქვა თუ მე ვარ ფრანგი ტიპი, საქართველოში ჩამოვედი და ვარ დასაქმებული მაგალითად სინგაპურის კომპანიაში, რომელიც ისეთ სერვისს წევს, რომელიც საქართველოს საერთოდ არ ეკავშირში, მაშინ მე აღარ მჭირდება არაფერი ეს უახლესმა ცვლილებებმა, ეხლა 14 აპრილს თუ როცა იყო, ეს ადამიანებიც გათავისუფლდნენ ამ ვალდებულებებისგან. კიდევ რა ოღონდ თავდაპირველი ცვლილებებით იყვნენ, ხო? მაგათაც ვალდებულება თავდაპირველი ცვლილებებით ეგრე იკითხებოდა, ნახე, ანუ შეგეძლო რომ ესე წაგეკითხა, ან ისე წაგეკითხა, მაგრამ თითქოს ეგრე გამოდიოდა, რომ აბსოლუტურად ყველა ამაში ექცეოდა. კიდევ რა მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომ ადამიანები, ვინც მოკლე კონკრეტული სერვისისთვის ჩამოდიან საქართველოში. რომ აი მაგალითად ვენახი მაქვს და მინდა სანამრთველი დაიწყება, იტალიიდან ჩამოვიყვანო ტიპი, ვინც რა ვიცი, რაღაცას მეტყვის რა, რომ შაქრიანობა როგორია ის ეს იმ პირველი მარტივსვლებებით გამოდიოდა რომ ამისთვისაც წინასწარ ესე იგი შრომითი ბინადრობი, შრომითი ნებართვა უნდა ამეღო და ეს მთელი პროცედურები გამეკეთებინა. ეხლა ახალი ცვლილებით გამოდის რომ აი ვინც კონკრეტულ საქმეზე ჩამოდის და ეგრევე უკან წავა, ამასაც არ ჭირდება. კიდე ხო თქვათ კიდე მნიშვნელოვანი ცვლილება რა იყო? ეს 25,000 ლარიანი ზღვარი საერთოდ გაუქმდა. ანუ შრომითი ბინადრობის ნებართვა რო აგეღო, მოდი კიდევ ერთხელ რომ გავიმარტო, არის ორი. ამ ეტაპზე ეხლა გვაქვს ორსართულიანი, ასე ვთქვათ, პროცედურა. ერთი არის რომ ხო, ჯანმრთელობის სამინისტროსგან და შრომის სამინისტროსგან იღებ ნებართვას, ეს არის პირველი ეტაპი და მეორე ეტაპი არის რომ ამ ნებართვის საფუძველზე მიდიხარ და იღებ ან ვიზას, ან შრომით ბინადრობის ნებართვას და ნუ მერე იმ მოწმობას აიდის. და ადრე იყო რომ პირველ მარტსაც მათ შორის იყო რომ შრომითი ბინადრობა რო აიღო იმ კომპანიამ, იმ ქართულ კომპანიას, რომელიც შენ საქართველოში გასაქმებს, თითოეულ უცხოელზე, რომელიც მას კომპანიაში დასაქმებული ყავს, უნდა ქონოდა 25,000 ლარიანი ბრუნვა. ეხლა ეს 25,000 ლარიანი ზღვარი საერთოდ წაიშალა. ხო, რეალურად პრაქტიკაში ეგენი არაფერი არ იმუშავებდა. ხო, არა, ეს 25,000 ლარიანი პირველ მარტამდეც იყო, ეს ძალიან დიდი ხანი არის, მაგრამ ეხლა ესეც გააუქმეს, ვითომ რომ თქვა არ ვიცი, საქართველოში ძალიან განვითარებულია ბიზნესი, ისეთი ბიზნესები, რომელთაც
საქართველოში დასაქმებული უცხოელები უწევენ მომსახურებას გლობალურად, არ ვიცი, სხვადასხვა ძირითადად კაზინოებს და ასე შემდგომ რა გეცოდინებათ დაახლოებით რა საქმეებს ის მაგსაობა. ხო და ეს 25,000 ლარიანი ზღვარიც წაშალეს. ასევე კიდევ ერთ საინტერესო რამე თქვეს, რომ თუ თქვენ ხართ პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორი, თქვენც არ გაქვთ ეს თქვათ ნებართვის აღების საჭიროება. ეს პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ბევრი დეტალია აქ და დაგვიკავშირდით. და აგიხსნით რას მოიცავს ესეთი კატეგორიის საწარმოები. და მოკლედ აი ეს თან ამ ახალი ცვლილებებით შედარებით კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ პირველ მარტს რაც იყო, ძალიან უაზროდ იყო გართულებული. ეხლა კიდევ ერთი მომენტი რაც უნდა თქვათ რა. არის საქართველოში IT სფეროში მომუშავე ადამიანის ბინადრობის ნებართვა. ანუ ეს არის სახელმწიფოს სურვილი, რომ საქართველოში მოიზიდოს IT სპეციალისტები. და თუ თქვენ გაქვთ 2 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში მუშაობის და ასევე $25,000 გაქვთ შემოსავალი წლიურად ამ საქმიანობიდან, აქაც სპეციალურ ბინადრობის ნებართვას იღებთ, რომელიც ანუ კონკრეტულად ამ სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის არის, ესე ძალიან კარგი არის. ანუ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ საქართველოში, დააფუძნოთ ინდივიდუალური მეწარმე, მერე აიღოთ მცირე ბიზნესის სტატუსი და ამ ყველაფრის საფუძველზე თუ თქვენ IT სფეროში ხართ, გაუწიოთ მომსახურებას საზღვარგარეთ ვინმეს. და ეს ვინმე თუ საქართველოს ბაზართან საერთოდ კავშირი არ არის, მაშინ შრომითი ბინადრობის შრომითი ნებართვაც აღჭირდება. და ბინადრობის ნებართვის პლუსი ის არის, რომ ჩათვალეთ აი უბრალოდ უფრო ავთენტური ნაწილი ხდებით ქართული სახელმწიფოსი. იმიტომ რომ როცა შრომითი ბინადრობა და შრომითი ბინადრობის მოწმობა გაქვს, ან ნებისმიერ ბინადრობის მოწმობა გაქვს, სახელმწიფო სერვისებით იწყებ ონლაინ სარგებლობას, საქართველოდანაც რო გახვიდე და ნოტარიუსი დაგჭირდეს საქართველოში ონლაინ ჩაერთვები და შენი ბინადრობის მოწმობი თქვათ მინდობილობას გაცემ და უფრო კარგი სახელმწიფო სერვისებით ბევრად კომფორტულად და კარგად ისარგებლებთ. ამასთან უკვე რო დაგიგროვდებათ რაღაცა ეს წლების განმავლობაში ერთხელ აიღებთ ამ ბინადრობას ვადა გავაკიდევ აიღებთ, მერე ნელა უკვე აგროვებთ მოქალაქეობაზე. რომ მუდმივი არ არის და მუდმივად განახლება ჭირდება ამას. განახლება ჭირდება, მაგრამ როგორც ვიცი, ხო? ერთწლიანი ვადა არის მოქმედების. გააჩნია რომელიც საფუძვლად აიღებ რა, მოდი ესე ვთქვათ, არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა იმ ადამიანებზე, ვისაც საქართველოში აქვთ უძრავი ქონება საკუთრებაში და ამ უძრავი ქონების ღირებულება აჭარბებს $150,000. ერთი ეს არის. კიდე არის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა თუ 300,000 ღირებულების უძრავი ქონება გაქვს, ან 300,000 გაქვს ქართულ ბიზნესში ჩადებული, ეს ორივე შემთხვევაში უნდა დადასტურდეს სპეციალისტის მიერ, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია აქვს. ოღონდ საინვესტიციო გაიცემა როგორც ესე 5 წლით პირდაპირ. საინვესტიციო ესე ყველაზე მაღალი რანგის არის მუდმივი ბინადრობის ნებართვა არის და ერთი თქმოთ არის საინვესტიციო. უბრალოდ ამ საინვესტიციოს რო აიღებთ, მერე ვალდებულება გაქვთ, რომ იმ 5 წლის განმავლობაში თუ უძრავი ქონების საფუძველზე აიღეთ, რომ შეინარჩუნოთ საკუთრებაში 300,000 ლარად ღირებული უძრავი ქონება, ერთი და თუ იმის საფუძველზე აიღეთ, რომ პირდაპირ ინვესტიცია ჩადეთ $300,000 ქართულ კომპანიაში, მაშინ ამ კომპანიას ბრუნვა უნდა ეძებოდეს, პირველ წელს უნდა დაუფიქსირდეს $50,000, მეორეს 100 და დანარჩენებში 120 რა, დანარჩენ 3 წელში, თითოეულში. ეს არის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა და შრომითი ბინადრობის ნებართვა რაც არის, რაც რელევანტურია. ხო, ჩვენთვის ამ შემთხვევაში თუ ქართული კომპანია თქვენ როგორც უცხოელს დაგასაქმებთ, ჯერ ხო აიღებთ სამინისტროსგან ნებართვას რომ იმუშაოთ, მე ამ ნებართვის საფუძველზე მიდიხართ უკვე იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის სახლში ამ შემთხვევაში და იქ უკვე მიმართავთ შრომით ბინადრობაზე, რომელიც როგორც წესი გაიცემა 1 წლის ვადით, ან თუ თქვენი ხელშეკრულება უფრო მოკლე ვადის არის იმ ვადით რა ხელშეკრულება. იმ ვადით რა ხელშეკრულება და არ არის გამორიცხული თუ ეხა 2 წლიანი თუ გაქვთ ეს შრომით ხელშეკრულება, ვერ გამორიცხავ 2 წლით მოგცეთ, მაგრამ როგორც წესი 1 წელზე მეც შრომით ბინადრობის ნებართვას არ იძლევიან. როგორც წესი.
და დაოჯახებაც არის ერთ-ერთი ხო, პირობა. კი, თუ თქვენ ოჯახის წევრს აქვს ბინადრობის ნებართვა, ანუ ესეც ოჯახის გაერთიანების მიზნად შეგიძლიათ, რომ აიღოთ ბინადრობის ნებართვა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მანდ ის ფაქტი, რომ აი ახლა მქონდა პრაქტიკაში მაგალითად ერთ გოგოს უთხრეს ორივეზე უარი რა თქმა უნდა იმაზე სამუშაო ბინადრობაზეც და მე ლოგიკურად ბინადრობაზეც. აი და პირდაპირ მოუნიშნეს იქ რომ ნუ რაღაცა ყოველ შემთხვევაში უარის პასუხი რომ გამოდის იქ რაღაც არგუმენტები არის მე რის გამოც მოგივიდა უარი ვთქვათ რა ეგრე უპასუხოდ არ გტოვებენ ხოლმე და ამ შემთხვევაში მონიშნული იყო ის რომ ქორწინება დიდი ეჭვი ქონდათ რომ ქორწინება იყო ფიქტიური და იყო კონკრეტულად ამ ბინადრობის მოწყობის აღებისთვის და მეორე არგუმენტი მითითებული ქონდათ ის რომ საფრთხის შემცველი იყო სახელმწიფოსთვის. ხო. ეს ეხა რას გულისხმობს? ყოველ ჯერზე, როდესაც უცხოელი მიმართავს იუსტიციის სახლს შრომითი ბინადრობის ასაღებად, იუსტიციის სახლი ამ საქმეს აგზავნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საიდანაც უნდა მოვიდეს დადებითი დასკვნა, რომ ეს ადამიანი არ შეიცავს საფრთხეს ქართული სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. ეხა ვერ გეტყვით რომ მე ვიცი სუში რა და რატომ იღებენ ან არ იღებენ გადაწყვეტილებას. მქონია ესეთ შემთხვევები რომ სუსის ესეთი პასუხის მიუხედავად მე სასამართლოში გავასაჩივრეთ და მოვიგეთ, იმიტომ რომ მოსამართლე დაგვეთანხმა რომ ვერ დაინახა სად იყო ამ ადამიანის საფრთხე, მაგრამ ამას თქვენ ვერ გაეცნობით, ანუ სუსიდან იქ რა პასუხი მოვიდა, მაგას თქვენი ადვოკატიც ვერ ნახავს, მარტო შეუძლია თუ სასამართლოში გაასაჩივრეთ, მარტო მოსამართლეს აქვს გაცნობის უფლება და ნუ ბუნებრივია იუსტიციის სახლს. თქვენ ვერ გაიგებთ ვერაზოს იქ სუს შიგნით რა უწერია, შეიძლება უბრალოდ გამიგია მოკლედ ესე ჭორის დონეზე, რომ ხანდახან უბრალოდ ესე უბრალოდ გეუნებიან. ლოგიკურიც არის ამ შემთხვევაში, ახლა მე პირადადაც ვიცნობდი და რეალურად აბსურდული არგუმენტი იყო ის, რის გამოც უარი მოვიდა, მაგრამ ხო, მეც ეგრე მგონია, მაგრამ ახლა არ ვიცი რა, ვინ რა, როგორ მუშაობს და ვის რა ინფორმაცია აქვს, ან ვინ რეალურად ვინ არის, თუნდაც იგივე უცხოელი, როგორ კარგადაც არ უნდა მომეჩვენოს ის პიროვნულად. ანუ ეგრე თქმა უნდა, თავს არ ვიცი რა, თავს მე ვერ დავდებ, მაგრამ ეგ ჭორის დონეზე გამიგია, რომ ხანდახან უბრალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რაღაცა კოტირების დონეზე ხდება ესეთ რაღაცები, რომ თუ ძალიან დიდი ნაკადი შემოდის და რესურსი არ ყოფნის იმას, რომ ვიღაცებს უბრალოდ ესე ენტერი რომ ეს არა და ხო, ეგ გამიგია. შეიძლება მოხდეს შემთხვევითობის პრინციპში და ეს მარტო საქართველოში არ ხდება, როგორც ვიცი რა. ანუ თითქმის ყველა ქვეყანაში გადიხარ ამ დონეზე, რომ თქვათ მარტო ის სახელმწიფო უწყებები კი არ წყვეტენ შენ საკითხს ბინადრობა გექნება თუ არა. იქაური უსაფრთხოების სამსახურიც განიხილავს შენს პიროვნებას და აი როგორც საზღვარზე შეიძლება თქვათ მაგალითად რომელიმე ქვეყნის საზღვარზე არ შეგიშვან, იმიტომ რომ ვერც გაიგო შენ რეალურად რა დააშავე და უკან გამოგაბრუნონ, ისე შეიძლება მოხდეს უცხოეთში და ამ შემთხვევაში საქართველოშიც, როცა ცდილობ ბინადრობის ნებართვის აღებას, შეიძლება აბსოლუტურად სუფთა იყო, მაგრამ ნუ გითხრას უარი და ვერც ვერაფერს ვერ გახდები ამ შემთხვევაში, ნუ სასამართლოში შეგიძლია წახვიდე. და როგორც გითხარით, მქონია შემთხვევები, როცა მომიგია ამის მიუხედავად. რა თქმა უნდა, ხო, იქ უფრო გაშლილად გაქვს უბრალოდ შესაძლებლობა, რომ რაღაცები ახსნე, რაღაცების ჩაიხედო და თუნდაც იქ იმ შემთხვევაში თუ არ ხარ საფრთხის შემცვლელი, მართლა დადასტურდება, რომ არ ხარ და საერთოდ სხვა გადაწყვეტილება გამოვა შესაბამისად. ამიტომ ყველაფერი ხდება. კიდევ საინტერესო მომენტი და ალბათ ლოგიკური მომენტიც რა არის, ეგეთ შემთხვევებიც მქონია, რომ უცხოელს ამ მიზეზით უთხრეს უარი ბინადრობის მიცემაზე, მithქვამს, რომ შეგვიძლია წავიდე სასამართლოში და გავასაჩივროთ, მაგრამ ნუ პიროვნულ დონეზე შეიძლება უკვე ეწყინა, რომ თქვათ ამის გამო უარი უთხრეს და მიდიან. ალბათ ეგრეც ჯობია. ხო, მაგრამ ახლა ვისაც ისეთებიც არიან, რომ პირიქით ცეცხლიენთება თვალებში და მე რა უსაფრთხოების მე რა საფრთხეს ვქნი, რა უნდოდა ჩემგან მიყვარ საქართველოს და მოდი ვიდაოთ ესეთ შემთხვევებიც გქონია, როგორ ნუ სხვანაირად ვერ მოვიგებდი, ხო, იმ საქმეს. ძალიან ინდივიდუალურია თვითონ ეგ თემებიც რა და მარტო ეხლა რაღაც კანონების ჩამატების და შეცვლის ფონზე არა, ადრეც იყო ეგეთი შემთხვევა, ნუ მაშინ მე ალბათ უფრო პატარა ვიყავი და ეს პრაქტიკაშიც არ ვიცოდი რა როგორ ხდებოდა, მაგრამ აი ეს გაგების დონეზე ერთი ადამიანი იყო ჩამოსული, რომელიც ჩვენთან ქონდა ნუ მოკლედ ბინა ნაქირავები, ვიცნობდით, ინგლისურად საუბრობდა ჩვეულებრივ და ყველაფერი გააკეთა აბსოლუტურად იმ დროისთვის, რაც კი წესები იყო შემოღებული, როგორ შეიძლება და ბინადრობის ნებართვა აგიღო და საქართველოში დარჩენილიყო რა, ნუ ჩამოვიდა ცოლით
დედამისით, ერთად ცხოვრობდნენ ქირით რაღაც 2 წლის განმავლობაში, მერე უძრავი ქონებაც იყიდეს რეალურად ძალიან მაღალფასიანი რა, ბათუმშიც იყიდა რაღაც თბილისშიც და ბოლოს ისე მოხდა რომ მაინც მოუწია წასვლა, იმიტომ რომ არაფრის საფუძვლით საერთოდ ადრე იყო კიდე ის რომ პრაქტიკაში ხდებოდა ეგრეთ თუ რაღაც, როგორც მახსოვს რომ აი 112 გამოიძახეო ვიღაცა რჩევა მისცა რა და 112 რო გამოიძახებ დაფიქსირდებიო იქო და ეგეც რაღაც წაგეხმარებაო თუ რაღაც მე მაშინაც ვიფიქრე რომ აი აბსურდული რაღაც იყო და ეხლა მით უმეტეს როცა ისეთ რაღაცაა და აი მაგით იმის თქმა მინდა უბრალოდ რომ ყველა ხერხს მიმართა საერთოდ რაც იყო და ინვესტიციაც ჩადო ამ ქვეყანაში რომ როგორღაც დარჩენილიყო, მაგრამ აი მაგ შემთხვევებში შეიძლება რომ ვერ მიაღწიოთ მაინც იმას და ბინადრობის უფლება არ მოგცეთ რა ძალიან კომპლექსური საკითხია რეალურად და აი ყველაფერს მაინც 100%-ით ვერ გათვლი ვერასდროს. კი ბატონო. ეგრე არის ნამდვილად. ხო, ერთი სიტუაცია გამახსენდა უბრალოდ, რაზეც შეიძლება საუბარი, აი ტურისტული პირობით შემოსული ხალხი, აი ალბათ ბევრს გაუგია მაგ თემაზე საუბრისას, ვისაც ყური მოუკრავს, რომ აი მე ტურისტული თუ არ აქვს დასაქმებული ვთქვათ და მე არაფერი არ მეხება. გამიგია ეგეთი მიმართებებიც, იმიტომ რომ მაგას ხო ცალკე ისა კიდე გამოყოფილია როგორც ვიცი. კი. ხო და. ხო, ტურისტულ სფეროში ვინც არის, ხო და ხო, ტურისტული აი ეგ წინადადება ზუსტად რომ აი მე ტურისტული თუ არ აქვს, მაგიმით მუშაობ და მე არ მეხება რაღაცების შევსება და რაღაც. ხო, არის და ეხლა კიდე ბოლო ცვლილებები რაც შევიდა, იქაც განსაზღვრულია რომ ამოდი რომ ეგ დადგენილება ჯერ არ მინახავს მეთქი აპრილის ცვლილებებზე, მაგ ეხლა რაც შევიდა რა ერთი კვირის წინ. იქაც გაწერილია რომ მთავრობა დადგენილებით კიდე განსაზღვრავს რაღაც კონკრეტულ სფეროებს, რომელიც გათავისუფლდება შრომის ნებართვის აღების ვალდებულებისგან, ამასაც დაველოდოთ ნახოთ რა იქნება თუ უკვე არ არის, არ ვარ დარწმუნებული. ყოველ შემთხვევაში, ეხლა უბრალოდ ისე იყო რომ მეც შვებულებაში ვიყავი, როცა ეს ცვლილებები შევიდა ძალში და პრინციპში ვინც მოგმართავთ, ასე ვთქვათ, ფირმას უკვე გვექნება იმის ფუფუნება, რომ სრულყოფილად დაგეხმაროთ ამ ამბავში. უბრალოდ ხო, ისე სწრაფად გავითარდა მოვლენები, ეს დაჩქარებული წესით მიიღეს ეს ცვლილებები. რომ ჩვენს ცოტა გაგვიჭირდა ფეხის აწყობა, მაგრამ არსებითი ისეთი არაფერია, რომ თქვენ кейსში ვერ გავიგოთ რა ხდება, ასე ვთქვათ და მოსალოდნელია, რომ რაღაც სფეროები იქნება, რაც ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონია, მგონია, რომ ეს იქნება აგროკულტურა, რაღაცა, რადგან ქვეყანაში ჭირდება, რომ აქ ჩამოვიდნენ ცოდნე ადამიანები, ვინც დაგვეხმარება ამ სფეროების განვითარებაში, დიდი ალბათობით ესე ამ მიმართულებით, მაგრამ ტურისტულსაც შეეხება თუ გიდი არის, იქ პირიქით, გიდებისთვის შეზღუდულია ეს ყველაფერი რა, ესეც მნიშვნელოვანია, გიდებსაც კოტა დაუდგინეს, ნული არა როგორც კურიერებს და ტაქსის წყოლებს, მაგრამ გიდებსაც კოტირება მოახდინეს, თუ არ ვცდები 250 თუ რაღაც, მაგაზე მეტი უცხოელი გიდი საქართველოში არ შეიძლება იყოს ერთი და იმავე დროს, ასე ვთქვათ, რა ვიღაცას რომ გადაგაუვადა ამ კოტაში ადგილი გამოთავისუფლდება, მე კიდე შეიძლება, მაგრამ ხო, ესეთი სიტუაციაა მოკლედ. რეალურად არის რაღაცები, რაც პირიქით სასიკეთოდ შეიცვალა და ალბათ კიდე უნდა ველოდოთ ამ ხრივ ცვლილებებს რაღაც, იმიტომ რომ ბევრი რაღაც არის კიდე ალბათ მოსაწესრიგებელი. ხო, რა ისე მოხდა, რომ 1 მარტს ზედმეტად ბევრი რამის ერთდროულად მოწესრიგება გადაწყვიტეს, რამაც ძალიან დიდი დაბნელობა შემოიტანა, იმიტომ რომ მე ვამბობ, რომ ჩვენ დავიბენით დიდი იურისტები, პირიქით მათთან რომ დავდიოდით შეხვედრებზე იმ სიპებთან, რომელსაც ამის მონიტორინგი ევალებოდა, ეს არის შრომით იმიგრაციის სამსახური და ეს არ იცოდნენ უბრალოდ პასუხები, არ იცოდნენ რა როგორ იქნებოდა ამ ახალ. კი, ჩვენც ხო რაღაც საქმესთან დაკავშირებით რამდენჯერმე დავვრეკეთ და ზუსტად ეგ იყო პასუხი, რომ ერთმა გამცა საერთოდ რა აი ახალი შემოსულია კანონი და ზუსტად არ ვიცით ჯერ როგორ მუშაობს, იმიტომ რომ თვითონაც არ იცოდნენ პრაქტიკაში და ერთმა მითხრა საერთოდ რომ აი ისედაც რაც მიღებული იყო, რომ ჯერ არ შემოსულა, არ შესულა ძალაში და ჯერ არ გვაქვს მაგაზე ინფორმაცია და შესაბამისად აი ესე ნელ-ნელა უნდა უწყოთ ფეხი ერთმანეთს. უბრალოდ ამ თემის გახმოვანების და ჩაწერის მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ ყოველი მეორე მესიჯი და ჩვენს გარშემო ადამიანების პრობლემაც ზუსტად ეგ არის, რომ ვერ ახერხებენ, აი ვერ გაერკვნენ უბრალოდ რა უნდა გააკეთონ ამ შემთხვევაში. მოკლედ მოგმართეთ ჩვენ და იდეა თქვენთვის ყველაზე შესაფერის გზას ვიპოვით იმისთვის, რომ კანონის ფარგლებში იჯდეთ, ასე ვთქვათ, და არაფერი საქართველოში დაგტოვოთ. თუ ამის სურვილი გაგვთ და ჩვენს თუ მოგვეწონეთ. პიროვნული თვისებებითაც შეგაფასებთ, აუცილებლად თუ ხართ საქართველოს ღირს. ხო. დღეისთვის მე მგონი სულ ეს იყო.
ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ და მადლობა გიორგი პირველ რიგში ამ უწურავი პასუხებისთვის. მოდი ამ უწურავს ვერ დავარქმევდი, მაგრამ ხო რა. ნუ იმ კუთხით რა კითხვებიც დაიცვა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა მაქსიმალურად ვცადეთ, რომ ამ მიმართულებით კითხვები რაც იყო დასმული თუნდაც სესხის ხანდაზმულობის ვადაზე და ასე შემდეგ იმ ზუსტად იმ კუთხეებს შევხედავთ, რაც ხალხს ძალიან აინტერესებს და სხვა შემთხვევაში ნებისმიერ დრო შეგიძლიათ მოგწეროთ ფირმის Facebook გვერდზე, რომელიც მიბმულია ჩვენი YouTube-ის აღწერაში. ნებისმიერ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, თუ სამართლებრივი დახმარება, კონსულტაცია და ასე შემდეგ სასამართლოში იურისტის მომსახურება დაგჭირდებათ, მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ მოგწეროთ. როგორც გითხარით, ამიერიდან ვცდით რომ ჩვენი პოდკასტები უფრო ყოველკვირეული სახე მივცეთ, ყოველ შემთხვევაში და რეალურად ყოველკვირეულს ალბათ ვერ მოვახერხებთ, მაგრამ ორ კვირაში ერთხელ მაინც რო დავდოთ ეპიზოდები, ხო, მეც ეგმინდა, კი, ჩემ გეგმებშიც ეგრეა. ძალიან კარგი იქნება, ამიტომ ამისთვის გვჭირდება ისევ პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ პირველი პოდკასტის მერე ესეთი გამოხმაურება გქონდა და ბევრი შეტყობინება შემოვიდა, რაზეც გსურდათ საუბარი. და ახლა იმას გთხოვთ, რომ უბრალოდ თქვენი პრობლემები ან მოგწეროთ, ან კომენტარებში დაგვიტოვოთ, ან ასე შემდეგ, რომ ვიცოდეთ უბრალოდ რაზე გსურთ ინფორმაციის მიღება. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ისეთი თემები ავარჩიოთ, რაც ბევრი ადამიანის მხრიდან იქნება მომართული და ვეცდებით, რომ ესე მარტივად გასაგებიანაზე აგიხსნათ ხოლმე გარკვეული საკითხები. კი ბატონო. მადლობა. დაგემშვიდობებით.